საგამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე დღეს გესაუბრებით ძალიან საინტერესო სპექტაკლზე, კინტო, ასე ვქვია, მუსიკალურ ქორეოგრაფიულ წარმოდგენას, რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება, რეჟისორი კოჩა კაპანაძე, შემოქმედებით ჯგუფს ეტაპობრივად გაგაცნობ და მე ერთ-ერთი მსახიობი მინდა წარმოგიდგინოთ, მარინა კახიანი, განსაკუთრებული წარდგენით ალბათ მარინას არჩევდება. მადლობა ალბათ მარინა, მოგწყვეტ რეპეტიციას და რამდენიმე წუთი დაგვიტმა, დიდი მადლობა. განსხვავებული სპექტაკლი არასდროს უყურებ, ეს არის რაღაცა ქორეოგრაფიული მუსიკალური ორხალხი ორკესტრი სცენას მოკარი თვალი ცეკვა ცხადია ისე ვერ იქნებოდა. გითხარი რა ელოდება მაყურებელს? იცი რა მართალი გითხათ დაახლოებით 2 წლის წინ თუ მეტიც დამირეკეს და იყო საუბარი რომ აი ეს მთავარი როლი არადიო და ვინ არის მთავარ როლში და თამრიკო გვერდით ხო მიუზიკლში მთავარ როლში რა თქმა უნდა თამრიკო გვერდით არა მაქვს პრეტენზია და ძალიან მომწონს ჩემი როლი რაღაცა ესეთი კოლორიტული ქალბატონის როლია საერთოდ მე ვფიქრობ აი შეიძლება ზუსტად ეხლა დადგა უკვე 21 საუკუნეში დრო რომ გავიხსენოთ მე-19 საუკუნის თბილისი თავისი ყარაჩოღელებით კოლორიტით ორთაჭალის ტურფებით და აიმყოფით რომელიც თუმცა პრობლემები იგივე რჩება საუკუნეების განმავლობაში ძირითადი სიყვარული, ღალატი, ერთგულება ეს არის თემები რომელიც მუდამ არსებობს ზოგად საკაცობრიო იცვლება ფორმა რაღაცა ნიუანსები მაგრამ ძირითადად ხო იგივე რჩება და რა გითხრათ საკმაოდ პატარა დროში გვიწევს მუშაობა მე ძალიან ამაყი ვარ იმიტომ რომ ამაყი როგორ გითხრათ ახლა იმიტომ რომ მე ვარ დრამატული თეატრის მსახიობი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ორკესტრთან ერთად ცოცხლად არ მიმღერია და აი გუშინ წინ რეპეტიციაზე მომიწია ისევ ნერვიულობ ბატონი ნიკა ნიკვაშვილი მამშვიდებდა რომ ნუ რატომ ნერვიულობ მარინა არა როგორ არა მაქვს ხა პირველად ხა არც თუ პატარა ასაკში რომ გიწევს გავსირავ და ზუსტად ალბათ ამიტომაც ვხიბლავს დღეს მე ეს ყველაფერი ასეთი მომღერლების გვერდით ცოტა უნდა წავიმღერო ცეკვავეები გადასარევი საბლი აფხაზეთის გვერდით უნდა წავიცეკო, წავიმღერო და წაითამაშო. ახლა ეს თავისთავად. შეიძლება ისინი ნერვიულობენ ჩვენ რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ვარ იგივე განსა იმას ექნება. რა თქმა უნდა, იუმორით და რა ვიცი, რა გითხრათ, ძალიან ცოტა დროა ყველა ნერვიულობს მინდა გითხრათ დიდი მომღერლებიდან დაწყებული მოცემო. აი ისეთი მომენტი გვაქვს, ეს ყველაფერი არის ძალიან სასიამოვნო. შეგრძნება და პირველ რიგში რა თქმა უნდა მადლობა ქალბატონ ნუნუ გაბულიას, რომელიც არის ხა დღეს ძალიან ადვილად ვამბობთ ჩვენ ლეგენდარული მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, მაგრამ მართლა ქალბატონი ნუნუ უკვე ლეგენდაა და კიდე თურმე არ მახსოვდა რა მუსიკას ქმნიდა ასე ვიტყოდი და რა ფანტასტიკური სიმღერები აქვს მას შექმნილი ზოგი უფრო ახალი ზოგი ძალიან ძველი ბავშვობიდან რო გაერთიანებულია ხო ეს რაღაც მისი მარგალიტები ასე მისი მარგალიტები კოჩა კაპანაძემ და ბატონმა ნიკა ნიკვაშვილმა ლევან ჩხაიძე ჩემი ხუმრობით ვეძახი ჩემი მასწავლებელი ხარ მეთქი რომლებმაც აი ესე მარგალიტები წყვეს და რა ვიცი იმედია რომ მაყურებელი ჩვენი ძვირფასი საკმაოდ პრეტენზიული ეს კარგია ქართველი მაყურებელი ძალიან არ გაგკიცხავს იმედი მე იმედი მაქვს რომ პირიქით მაყოფილი წავა მადლობა ქალბატონი მარინა აღარ მოგეცდენ და მე სხვა მსახიობები დაგიბრუნდები და ცხადია ასევე კოჩა კაპანაძე შემოგვიერთება რეჟისორი და უფრო მეც მისგან გავიგეთ ვაგზავნებ ჩვენ საუბარს კინტო 2 და 3 აპრილს ესეთი მუსიკალურ ქორეოგრაფიული წარმოდგენა ელოდება მაყურებელს რუსთაველის თეატრში მცირე სცენაზე და ერთ-ერთი მთავარი გმირი სპექტაკლის მთავარი მსახიობი ქალბატონ თამარ გვერდწითელი მინდა წარმოგიდგინოთ ამ ამბულაში ქალბატონ თამარ საგამოშვიდობისა მადლობა დიდი რომ დაგვნახდით და მოიცალეთ და ერთული მისია დაგეკისრათ იმიტომ რომ ქართველი მაყურებლისთვის უცხო ამპულაში ხართ სპექტაკლში მონაწილეობთ რა არ მხოლოდ მსახიობი მომღერალი არამედ მსახიობი თუმცა ჩვენ ქალბატონო მარინამ ისაუბრო გვეყოლება ბატონი კოჩა რომ მეც ვნახე რომ ეს ძალიან მასშტაბური პროექტია ორკესტრის სცენაზე ქორეოგრაფიული ანსამბლი მომღერლები
რა გამოწვევა იყო თქვენთვის, როგორი შეგრძნებაა და რას თავაზობთ მაყურებელს, რომელიც მოვა და ვიცი რომ უკვე ერთი სული აქვს თვითონ ეს წარმოდგენა. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. იცით ეს კიდევ 3 წლის წინ ნიკა წულობიძეს დაებადა ეს იდეა, რომელიც შემომთავაზა და იმ საღამოზე იყო დადგენილი, ვინ იქნებოდა ასე ვთქვათ, თავარ როლში რასაკვირველია, შთაგონების წყარო არსებობს პირველი წუთიდან. ცხადი. რასაკვირველია. და მე მიხარია რომ დღევანდელ დღეს მოვესწარეთ, იმიტომ რომ 3 წელი რაღაცნაირად გავიდა ამის მოლოდინში, სანამ დაიწყებოდა, სანამ შეერჩეოდა ყველა როლზე მსახიობები, ძალიან ნიჭიერი დიდი მსახიობები მონაწილეობდნენ ჩვენ სპექტაკლში და ძალიან მიხარია რომ ყველა ერთად ვიკრიბებით და შესანიშნავი მუსიკა ქალბატონ ნუნუ გაბონიას ის რაც იყო, ასევე ინსპირაციის წყარო და ველოდებით ჩვენ მაყურებელს. თქვენთვის როგორი განცდა, იმიტომ რომ თქვენთვის სცენა ბავშვობიდან ძალიან ახლობელია, სიმღერა, მაგრამ მაინც გინდა არ გინდათ ეს სპექტაკლია, თამაშობთ დრამატულ მსახიობებთან. აი, რა განცდა, რა გამოწვევა მაყურებელთვის სიახლე იქნება. თუ რაღაც ქონდა რამე სირთულეთან ვიცი რომ მცირე დროში მოგიწიათ დადგმა, იმიტომ რომ ის ფუფუნება არ იყო რომ დიდხანს ქონდა დროთან თქვენი ძალიან დატვირთული რეჟიმის გამო ვიცი რომ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ერევანიდან და ასევე წინ გასტროლები გალოდება და ძალიან მოკლე დროში გიწევთ თამაში და უნდა ითამაშოთ, არა მხოლოდ იმღეროთ. ხო, ძალიან რთულია. ისე როცა ვარ ჩემს სტიქიაში და როცა მღერი ვარ, თავისუფლად ერთხელ. დიახ და მავიწყდება ყველაფერი. როცა რასაკვირველი არის უკვე წარმოსათქმელი ტექსტი და გმირს ანსახიერებ, თამაშობ. სალომეს თამაშობ, ხო? ეს არის უდიდესი სკოლა. უდიდესი სკოლა და მე მგონია რომ აი ჩვენ გვესმის რომ არის ასე ვთქვათ რთული ეს ყველაფერი, მაგრამ მუსიკის მეშვეობით ყველა თავის მას უბრუნდება თავის პირველ წყაროს და ამპლუას და ყველა თავის ადგილზეა. ეს ყველაზე მთავარია რომ თავის ადგილზე იყვნენ როგორც ადამიანები, ასევე მსახიობები და მომღერლები და იმედი გვაქვს რომ რაღაცა გამქვა. პროცესი რამდენად სიამოვნებაა თქვენთვის ეს სპექტაკლების რეპეტიციების პროცესი, თეატრში და რუსთავის თეატრში, თავარ თეატრში. თავარ თეატრში რასაკვირველი აქვს, დალოცვილია ყველა წერტილი. ისეთებს უთამაშიათ. ისეთი ბუმბერაზი მსახიობები მეფობდნენ და მათი სულები ალბათ ყველა მსახიობს ეხმარება, ვინც ჭეშმარიტად და გულწრფელად ემსახურება ამ საქმეს. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უძღვნით მისი უწმიდესობის ხსოვნას. მე ვიცი და საზოგადოება თქვენი განსაკუთრებული სიყვარული პატრიარქისადმი, უწმიდესის განსაკუთრებული სიყვარული თქვენ მიმართ, განსაკუთრებით საქართველოს მღეროდით, პირდაპირ ტიროდა, გამღერებდა სულ და ვიცი ასევე თქვენი ემოციები და უძღვნით მას. ეს რაღაც უფრო ემოციურიც იქნება ცხადია თქვენთვის და მთელი ჯგუფისთვის ალბათ. ძალიან დიახ, როგორც კი ჯერ გვინდოდა გადატანა. ნუ გასაგებია. მაგრამ მის სულას ვუწმით და პატრიარქი ალბათ ზევიდან გვოცავს. კი, დარწმუნებული ვარ იქიდან შეგეწევა და გაუხარდება. გაუხარდება, იმიტომ რომ ზოგადად კულტურა ძალიან უყვარდა ქართული თეატრი თქვენ განსაკუთრებით და ჯერა რომ ეხლა ფიზიკურად ვერ ამარამ იქიდან გეხმარებოდა და ხელს მოგემართოთ. მადლობას გიხდით ქალბატონ თამარ და წარმატებას გესურვებთ და ველოდებით წარმოდგენთ. დიდი მადლობა. თამარ გურთიდან გვესაუბრეთ. დიდი მადლობა. წარმოგიდგენთ ქალბატონ ნანულის არაჯიშვილს, ასევე მოქმედ გმირს და მონაწილეს ამ სპექტაკლისა კინტო ქალბატონ საღამოშვიდობისა. მადლობა. ესე იგი, გარდა იმისა, რომ დიდი მოლოდინია 2 და 3 აპრილს სპექტაკლი კინტო მუსიკალური ქორეოგრაფიული წარმოდგენა, ერთი მეორეზე დიდი და საყვარელი ხალხისთვის მსახიობები მონაწილეობთ. რა ელოდება მაყურებელს, რომლებიც მოვლენ სპექტაკლზე, ნახავენ, თავად გითხარით და რას თავაზობთ და გითხარით ასევე თქვენს ემოციაზე და იმ პროცესზე, რომელიც ახლა ხდება თქვენს სიბრმავე. საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ და მინდა ვთქვა, რომ მოლოდინი იქნება, მე მგონი, რა ვიცი, მე მგონი ძალიან კარგი და ისეთი სასიამოვნო თვითონ ქალბატონ ნუნუს მელოდიები, თავისი სიმღერებით, თავისი ქორეოგრაფიული დადგმით და ყველაფერი ერთად არის, კვარტეტებია იქ, რა ვიცი და ისეთი ყველა ისეთი ხალხი მონაწილეობს, მინდა გითხრათ, რომ ყველა საყვარელი, ყველა ნიჭიერი და რა ვიცი, მე მგონი კარგი ის ელოდება საღამო მაყურებელს.
ესე იგი, თქვენ არც როლები გიგვირთ, მithumetes ამ თეატრში, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური იშვიათად ხდება ხოლმე თეატრში, იმიტომ რომ ერთად იყვნენ მსახიობები, მომღერალი, ჩვენი სახელგანთქმული ორკესტრი, ქორეოგრაფიული ესე იგი ანსამბლი, მოცეკვავეები. რაღაცა უფრო მასშტაბური პროექტია, ვიდრე შემთთვის და თან დრო ესეთი ძველი თბილისის რაღაც კოლორიტი. ძალიან საინტერესო პროექტია ჩემი აზრით. ჩემი როლი პირადად ჩემზე შემიძლია ვისაუბრო, რომ მოვიდა უკვე ჩემო კახა ის ასაკი, რომ უკვე ბებერს თამაშობ. ეს როლები შეგვხვდაო. კი ბატონო. ჯერ ახალგაზრდა ხარ. მე ვთამაშობ დიდედას, რომელიც ძალიან ასაკშია, ისეთი ძველი ამინეჯიბისკალია, ცოტა ჩარტყმავს უყვარს, ჩაატყავს კიდევაც და ესე დამარმაცებს, მაგრამ ყველაფრის საქმის კურსია, ყველაფერი იცის. ნუ ჩემთვის ესეთი როლი ჯერ რა ვიცი, მე არ მithამაშია და ძალიან ნერვიულობ, არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ყველანაირად რომ კარგი გამოვიდეს. აი რა აღმოჩნდა საინტერესო, როცა გაიგეთ ამ როლის შესახებ, გაიგეთ სპექტაკლის შესახებ, დაიწყო რეპეტიციები, რა იყო ის, როგორც მსახიობს დაგაინტერესა და ეშხი შეხვიდე? აი დამაინტერესა, იცით, იმიტომ რომ მე კიდევ ამბობ, რომ ესეთი როლი არ მithამაშია. ძალიან მოხუცი, მაგრამ ისეთი ყოჩაღი მოხუცი. ხო არიან კაცო, ასაკში და მოხუცები. ყველაფრის იმაშია, ყველაფერი იცის, ყველაფერი აინტერესებს, დაინტერესებულია ყველაფრით და რა ვიცი, თავის რაღაცა იქ ცოტა წამღერებაც არის, ცეკვის ელემენტებიც იქნება, ხო? ცეკვის ელემენტები. კი, რაღაცა ცეკვის ელემენტებიც იქნება, მაგრამ აი საინტერესო რა არის ეხა ჩემთვის. იგივე ის წამღერება, აი სიმღერა კი არ არის და ვოკალი. აი ამბობს კიდევაც აქ ტექსტში, რომ რა გოგო ვიყავ, რა სამღეროდი და ამათ მოახლებს უკვით, ხო, რომ ვა თქვენ მღეროდითო, მაშა მღეროდი და ცეკვავდი, როგორ არ ცეკვავდი, ვა ცეკვავდით კიდეცო. მე თქვენ ახლა გაჩვენებ ცეისო და უნდა რაღაცა წაცეკვება და ესე წაიცეკვებს და ისე რომ აი მთლიანად ასე რომ ქორეოგრაფიულად აბა კარგად იცეკვოს, არ არის. ანუ ნოსტალგია აქვს ახალგაზრდობაზე? აბა რა. ხო და ერთგვარად ნოსტალგიაც ხო არ იქნება იმ ძველ თბილისზე ეს სპექტაკლი. რასაკვირველია. პირველი მხატვრობა, განწყობა არის რაღაც კოლორიტი, რა ჩვენ გვესმის როგორი იყო ყარაჩოხლებით, იქ რაღაც ორთაჭალის ტურფებით, მისმა მოსვლებით, რაღაცა ესეც გასაცხოდება, ხო? და აი ამას ნახავს ახალგაზრდობა, ვისაც არ ახსოვს ესამები და ვინც არის ის, აი ეს ის ძველი თბილისის ნოსტალგია და ეს ყველაფერი იქნება და მე მგონი რა ვიცი ძალიან საინტერესო იქნება. ასევე რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ფაქტი, რომ გარდა თქვენი ქალბატონი მარინესი, ბატონი დათო კურცხელეს და აქაური მსახიობების, ხო კიდე ახალგაზრდა მსახიობები, ბევრია მოწვეული სხვადასხვა თეატრიდან და თავარ გვერდწითელი თავარ როლში. ნუ დავიწყო მინდა თამრიკო გვერდწითელის. როგორი პარტნიორი აღმოჩნდა, როგორი ოიმე არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი ნუ ეხა მომღერალი, როგორი მომღერალია ეს ყველა მიცის და ნუ ისე დაამჩვენა ჩვენი აი ეს სპექტაკლი რომ ძალიან და მე მინდა აღვნიშნო დიდი სიყვარული და სიამაყით რომ ნიკო ნანიტაშვილი და ლაშა ჩვენი რამიშვილი ძალიან კარგები არიან, ესენი მღერიან არაჩვეულებრივად გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი პარტნიორები არიან, მე რაღაცა რომ დამავიწყებ ამას როლშია ესე რომ ავიწყება ბებია. ასაკის გამო ხო? ხო, ასაკის გამო. დეიძინე მეტყვისა, გადავუყურები დეიძინე. დეიღვიძე ახლა დიდეთ გავიღვიძე. ისე რომ ძალიან საინტერესოა და ძალიან მიხარია რომ აი ამ ხალხთან ერთად მომიწეა ამ სიბერეში მუშაობა გენაცვლება. რა დროს ებერე ჯერ ისეთ ფორმატში ხარ? ჯერ პატარა ვარ. ბევრი გელოდება წინ და დიდი მადლობა. კარგია რომ აი მსახიობისთვის მე მგონი არ არსებობს ასაკი. ყველა ასაკში უნდა როლი, ყველა ასაკში უხარია თამაში და მით უმეტეს აი ესეთი რაღაცა თითქოს გამოცოცხლება მსახიობის, ხო, როცა ესეთი ჟანრში გიწევს. კი, აბა რა. გამოცდილება, ყველაფერი უნდა სინჯო. ყველაფერი ხო, აი ყველაფერი უნდა სინჯო, მით უმეტეს კიდევ ამბობ ხა მეტყვია რასაწვევი ამასაცო, მაგრამ ასეა. ძალიან კარგია ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა. პატარაა ჩემი, მაგრამ პატარა, მაგრამ გემრიელი. ვილაპარაკოთ ბატონ გუჩასთან ურთიერთობაზე. პირველი არ არის თქვენი და გუჩას, ბატონი გუჩას კაპანაძის ურთიერთობა. გუჩას ისე მეშინია. ვიცი, აზანზარებს ყველა. ვაიმე, რომ დაიყვირებს და დაგვიყვირებს, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მუშაობს და იმდენი ისეთი სცენები მოიფიქრა, ისეთ
კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ისა იქ ჩასვა და ნუ ეხლა რაღაცებს ჯერ კიდევ რეპეტიციების იმაში ვარ და ჯერ გენერალური ესეთი თავიდან ბოლომდე არ ქონია და მე მგონი გოჩასა ძალიან საინტერესოა მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ მე პირველად არა ვარ. ხო, არა ხარ. ბევრი კაცია, ხო ისე რეპეტიცია. ვაიმე ძალიან და მე მეუბნებია ხოლმე შენ მიდიო შენ რაღაც იუმორში ეთქვი რაღაცა და ისე და ესე მიუცოცნები ხოლმე და ბატონო გოჩა დაჯექიმად დაიყვირეს ეს ყველაფერი მე მგონი რა ვიცი გამოგვადგება იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა ეს ჟანრი. როგორ არა თუ შენ ამე ისა აუცილებლად გაითვალისწინებს ამას რასაკვირველია თუ ეს თუ არ ცდება ფარგლებს. ხო თუ გამოდგება ეს სპექტაკლში და თუ გამოადგება მიმა ყველაფერი ცოცხალი ორკესტრი გიზით სცენის წინ ფლაგ მაესტრო ნიკოლოზ ესეც რაღაც სხვა განწყობას ძენს ხო ალბათ აბსოლუტურად სხვა განწყობაა ესე იგი ნიკაროზის დღეს ვეუბნებოდი ორკესტრო დავინახავ გული მივდის მეთქი იმიტომ რომ ეხა მიუჩვეულებელი ვარ არა ვარ ამას მიუჩვეული ხანუვაში თუმცა კი ორკესტრი იყო და ორკესტრაცებავდი ხო დიდი ხნის წინ იყო და ეს ეხლა ნიკა ნიკვაშვილის იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და რა ვიცი მადლობელია რა მოლოდინი აქვს როგორ მიიღოს მაყურებელი მე როგორც ვიცი ეს ჯერ პროექტად არის ორი სპექტაკლი მაგრამ მე ჩემს რომ იქნება მოთხოვნა და ალბათ რეგიონებში წახვალთ იმიტომ რომ ისეთია რა ამ დაძაბულ პერიოდში ძალიან შეუმსუბუქი ხო კი მე მგონი ეს ძალიან ისეთი სპექტაკლი იქნება რომელიც დაამშვენებს ისევ რაიონებში წავალთ ალბათ ყოველ შემთხვევაში არის უკვე ლაპარაკი ამაზე და ძალიან გამოხალისდება ხალხი, იმიტომ რომ ეხა ძალიან საჭიროა ეგამარი პატრიარქის გარდაცვალება, რასაკვირველია. ეძღვრება პატრიარქს და პატრიარქის მერეს უყველა ისე ვარ დამძიმებული, რომ პატრიარქს მე მგონი გაეხარდებოდა, რომ აი ესეთი გაგრძელება, სიცოცხლე გრძელდება, მისი სიტყვებია ჩემგან არ გესწავლება ყველაფერი კარგად იქნება მე მგონი ასეც იქნება კი ბატონო ასეც იქნება დიდ მადლობას გიხდით მადლობა თქვენ რომ შეწუხდით არა რა ზანეთ პირიქით აი ძალიან მოვიხიბლებ ფაქტით იდეი და თან არ არის ხშირი ჩვენს თეატრში არ არის ამის საშუალება ქართულ თეატრში რომ მსგავს სპექტაკლები დაიდგას ეხლა დრამატული სპექტაკლები ბევრია მაგრამ ის მუსიკალური ქორეოგრაფიული ცოცხალი მუსიკა ამდენი ცნობილი მსახიობის სიმღერა ცეკვა და მე მგონი რომ საჭიროა და აუცილებელია და მჯერა რომ დიდი წარმატება გელოდებათ ისურვებ წარმატებას სცენასაპრემიერო დიდი მადლობა უორმესი მადლობა კიდევ რომ აი დაინტერესდით და მოხვედით სადვარ ყოველთვის ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი გვესაუბრება და ცოტა ხანში კი ბატონი გოჩა კაპანაძის სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გაგვესაუბრება და ცხადია ყველაზე მეც ის მოგყვება სცენასაპრემიერო პროცესზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ვირფას რადიო მსმენელებო შეგახსენებთ ჩვენ ვსაუბრობთ საპრემიერო ჩვენებაზე სპექტაკლი კინტო ქორეოგრაფიული მუსიკალური წარმოდგენა რომელიც რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 23 აპრილს გაიმართება და დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა ჩვენი სტუმარი ბატონო გოჩა საღამომშვიდობისა მადლობა ამ დროს რომ მოიცალეთ ჩვენთვის დიდი მოლოდინია საზოგადოებაში იმიტომ რომ რაღაც მასშტაბური პროექტია ორკესტრი ქორეოგრაფიული ანსამბლი ამარ გვერდწითელი გითხარით ის მიხედვით არის ქალბატონი ნუნუ გავონიას მუსიკა ეს არის ქალბატონის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მუსიკალური ნაწარმოები რომელიც რამოდენიმე წლის წინ და 40 წლის წინ დაიდგა მუსიკალური კომედიის თეატრში მის შემდეგ არ განხორციელებულა დაემატა დაახლოებით 25 ახალი ნომერი ძალიანად ახალი ვერსია გააკეთა ბატონ ნიკვაშვილმა ბასა ჯანიკაშვილმა პირველი ვარიანტი იყო აკეთეს მიხედვით არის ეს პიესა და ბასა ჯანიკაშვილმა ადაპტირება გააკეთა ტექსტის დაემატა დრამის მსახიობებიც მომღერლებს რა თქმა უნდა პირველი ვიოლინო აქ არის ქალბატონი თამარ გვერდწითელი რომელიც პირველად წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე ამ ამპლუაში და ვფიქრობ რომ ისვისაც ძალიან საინტერესოა ქორეოგრაფი არის ბატონი ბაჩანა ჭანტურია ხატვარი ბრძანდება ბატონ ლონგულმუროსიძე ქეთი ციციშვილი ეკატერინა ჯავახიშვილი აუცილებლად გამორჩება ვიღაც ხო ძალიან მასშტაბური პროექტია ძალიან დიდი პროექტია ცოტა დრო იყო იმიტომ რომ ქალბატონი თამარი ძალიან დატვირთულია ახლა სულ მოკლე დროში მიდის ამერიკაში ძალიან დიდ ტურნეში და ამიტომ სულ ესეთი
ესეთი ისუკმარისობის მომენტია ხოლმე. ვფიქრობ, რომ საინტერესო უნდა იყოს მაყურებლისთვის, რომ მართლა ძალიან კარგი მუსიკაა. ორკესტრი ბრწყინვალედ უკრავს, მოცეკვავებით ანსამბლია კიდევ ჩართული და რუსთაველისა და სხვა თეატრებიდან მსახიობები, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ, რა თქმა უნდა, სიუჟეტსაც თამაშობენ და ვფიქრობ, რომ დრამის მსახიობისთვისაც კარგი ეს იყო ტრენინგი და რა თქმა უნდა, მათთვის ვინც მხოლოდ ვოკალით არის დაკავებული. ძალიან გვახარებს ჩვენ ერთი ფაქტი, რომ ზოგადად ქართულ თეატრში დადიან ახალგაზრდები. იქნება თუ არა ერთგვარად ეს მათთვის, აი იმ ძველი პერიოდის, ძველი თბილისის, აი იმ კოლორიტური თბილისის გაცოცხლება. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ მუსიკაში ეს როდესაც უვერტურა მიდის და ამ უვერტურას ვაცოცხლებთ, ვფიქრობ, რომ მუსიკაში დევს ეს გავდონუნუს აქვს ეს თუნდაც ის რომ ცნობილი მისი სიმღერა თბილისეთი გავდე მაეჯაბო რომ ღერო მთელი ჩემი ბავშვობა იყო ამ სიმღერასთან ასოცირდება და ვფიქრობ რომ აქაც არის ძალიან ბევრი მარგალიტები რომლებიც გავდონ ნუნუს რაღაც სიმღერა რამოდენიმე არც ვიცოდი რომ გავდონ ნუნუს იყო და შევეკითხე და მითხრა ჩემია შვილო ჩემი და ვფიქრობ რომ მაყურებლისათვის ძალიან ესეთი საინტერესო იქნება და რაც შეეხება ძველი თბილისის ბოჰემა დავარქვათ ამას და სურათები გაცოცხლდება და ვფიქრობ რომ ვისაც მოწონს ეს ძველი თბილისი ნოსტალგია აქვს თბილისის და აი ეს სითბო სიყვარული ცოტა ჭორი ჭორი ქალაქში მეორე ნაწილში უკვე შემოდის ქალაქის მერი თავი კაცი რომელსაც ბატონი დავით კვირცხალია თამაშობს შემოდიან ნორთაჭალელი ტურფები მარინა კახიანი თამაშობს იქ დიდედას თამაშობს ნაგული სარაჯიშვილი ესე რომ ვფიქრობ რომ ხასიათები იქნება საინტერესო ერთი კითხვა გამიჩნდა პირველივე შემოვიდა და დავინახე რომ ორკესტრის სცენაზე თამარ გვერდწითელი აფხაზეთის ანსამბლის წარმომადგენლები ეს იქნება სარეპერტუარო სპექტაკლი თუ აი რო თუ პროექტია ეს იქნება არა ეს არის ჯერ პროექტი მაგრამ უკვე იქნება მას შემდეგ რაც ნახოთ როგორი რეზონანსული იქნება ვფიქრობ რომ რამოდენიმეჯერ რა თქმა უნდა რუსთაველის ეჭის გაიმართება სხვა თეატრებში გასტროლები რა თქმა უნდა იქნება კულტურის სამინისტროს დახმარებით კეთდება ეს პროექტი რა თქმა უნდა ქალაქ მერი თბილისის მერის დახმარებაც არის და ვფიქრობ რომ რეგიონებში ზგავალთ იმიტომ რომ საინტერესოა თამარი დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა ესეთი პროექტით თან ესეთია სუბუქი მოდი ესე ვთქვათ კარგი გაგებით მუსიკა და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ რეგიონში ჩავალთ და ქართულ მაყურებელს კიდევ ერთხელ მოეფერება თამარი და მსახიობები. ხო, აი მაგათ დაძაბულ ცხოვრების რიცხვი შვენიერების საშუალება კი, რა თქმა უნდა და ვფიქრობ რომ ზაფხულში ეს განხორციელდება. შვენიერია. მე ვიხსენებ ეხლა და პარალელურად პროცესს ავრობდი თუ გქონდათ ამ ტიპის სპექტაკლი? ამ ტიპის სპექტაკლი მე პრინციპში მუსიკალური მქონდა ძუნწი. ოღონდ იქ იყო უკვე ნათიაზე ინგლისურის მუსიკა იყო, იქაც ფერიან ცეკვავენ, ოღონდ უკვე მაგრამ დრამის მსახიობები. დრამის რუსთაველის თეატრის მსახიობები, აქ კიდე არის მუსიკალური კომედიის მსახიობები, დრამის მსახიობები, მოზარდ მაყურებელთა თეატრის, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რა თქმა უნდა, ქალბატონი თამარი მეგავარსკვლავი, რუსთაველის ეროვნული თეატრის ვარსკვლავი, ორკესტრი, ნიკანიკაშვილი და სხვა შორის საინტერესო არის რომ არც ვიცოდი ერთი დღის წინ გავიგე რომ ეს იდეა საერთოდ ყოფილა ნიკოლოზ წულკიძის. მას დაბადებია კავთონდუნუს ერთად მე ბავშვობაში პლეხანოვზე რომ ცხოვრობდითო სულ დავდიოდი კინტოზე და აქედან წამოსულა ეს ყველაფერი. ესე წულუკიძის გარეშე არაფერი არ ხდება. ხედა ამ ბოლო წლებში თუ რამე მასშტაბური პროექტი ყველაფერი მას მიეწერება. როგორი მოლოდინი გაქვთ? და როგორი არის რამდენი იცი რა არის მე გეტყვი რომ კახა შენ იცი რა არის ეს საათები. კი ვიცი. საკუთარ ყავზე გაქვს გამოცდილი და მე კიდე სულ გუშმაგე და ღამის 3 საათს გამეღვიძა და მთელი ღამე უკვე მოგივიდა რაღაც იდეა? ხო, მაგრამ ეხლა უკვე ეს ყველაფერი არის უკვე გასასუფთავებელი, შუქია და შესაყვანი, იქის და ამისთვის სულ მგონია რომ დრო არ მეყოფა, მაგრამ ვფიქრობ რომ ღვთისწყალობით და ღმერთის წყალობით ეს ყველაფერი კარგად იქნებოდა. რა თქმა უნდა, მე აქვე მინდა გითხრათ რომ 3 დღის წინ ერევანში ძალიან დიდი კონცერტი ჩატარდა ქალბატონი სობოლქვაძის ხელმძღვანელობით აჭარის კულტურის სამინისტროს დაკვეთით ეს ხოხაჭატურიანის დარბაზში ჩატარდა და ანსამბლმა ბათუმმა
ბატონი დავით მუქერია ბრძანდებოდა ორკესტრთან ერთად, ჭაბუკა სურვაინძე, ბატონი თემურაზ დოლიძე, ეს უწმინდესის ხსოვნას და პირველივე ნომერი გამოცხადდა უწმინდესის პატივსაცემად და რა თქმა უნდა მისი ნაწარმოები შესრულდა და მე აქვე გეტყვი რომ კახა დაახლოებით 2000 კაცი ფეხზე წამოდგა დარბაზი და აი სულ განაბული უსმენდნენ პატრიარქის საგალობელს და ჩვენც აი ამ დღეებში ყველა ძალიან ძიმედ განიცდით ყველაფერს როგორც ყველა ქართველი და როგორც ყველა უმრავლესობა მე შემიძლია ვთქვა და მინდა რომ ეს მოლაპარაკებულის ვართ რომ აი ამ კინტოს უძღვნით ბედის ვარსკვლავი ქვია მეორე სათავე უწმინდესის ხსოვნას და ჩვენ გვინდა რომ ამით უწმინდესი ძალიან ბედნიერი იქნებოდეს მუსიკა ქართული თბილისური მუსიკა მოესმინა და ამრიგო უყვარდა განსაკუთრებით. კი ვიცი და თამრიკო ძალიან ძიმე დღეები გადავიარეთ და გავიარეთ და ჯერ კიდევ შოკში ვართ და ჩვენ ამას უძღვით რა თქმა უნდა უწმინდესად მონეტარეს ილია მეორის ხსოვნას. უღრმესი მადლობა ბატონო გუშა. პირიქით. მადლობა რომ მოიცალე ჩვენთვის წარმატებას გისურვებთ ჯერ რომ ისე დიდი სიამონება გქონდა. მადლობა დიდი და რაღაც ეჭვი მაქვს რომ მოთხოვნა იქნებოდა გამეორებას მითხოვენ. მე ვფიქრობ ორის წარმოდგენა არ ეყოფა. და აქვე დავაანონსებ რომ მე გეპატიჟები ძალიან მოკლე დროში 9 და 10 მაისს იტალიის ქალაქ პარმაში სადაც გაიმართება აბესალომდეს ქართულად ორი სპექტაკლი. ისორი ბატონო გოჩა იქნება ხავია უცროლად იმიტომ რომ საგასტროლო და გასკუთ სპექტაკლებზე ყოველთვის გოჩა. დიდი მადლობა. წარმატებები და შემოქმედება. მადლობა. გოჩა კაპანაძე გვესაუბრებოდა 23 აპრილს კინტო რუსთაველის თეატრის ძირეს საიტზე. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე.